დღეს მოინახულებს ირაკლი ოქრუაშვილს მისი ადვოკატი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში და მოისმენს მისგან მეტ დეტალს პოზიციას რა გეგმა აქვს თავად ოქრუაშვილს მის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ერთადერთი რაც იცის ადვოკატმა არის ის, რომ ხვალ აუცილებლად შევა სააპელაციო სასამართლოში საჩივარი, რომლის საფუძველზეც ასაჩივრებს ირაკლი ოქრუაშვილი მისი უფლებადამცველი გუშინდელ გადაწყვეტილებას, პრეცედენტულ გადაწყვეტილებას მის საქმესთან დაკავშირებით. მოლოდინი და იმედი ადვოკატის განმარტებით მათ არ აქვთ, რომ მეორე ინსტანცია შეცვლის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას იმ დავალებას, რომელიც გაიცა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, რომ დაესაჯათ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ყოფილი ძალოვანი, თუმცა ეს არის ფორმალობა და პროცედურა, რომ აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს. რაც შეეხება უშუალოდ საქმეს და ამ გადაწყვეტილებას, ადვოკატი ამბობს, რომ მათ ასევე ირაკლი ოქრუაშვილსაც, რომელიც სავარაუდოდ დისტანციურად დაესწრება საქმის არსებითი განხილვების ეტაპებს, ექნებათ ერთადერთი არგუმენტი, რომ სამართლებრივად ფორმა, რომელსაც ედავება ივანიშვილის რეჟიმი ირაკლი ოქრუაშვილს არის გაუმართლებელი, არ არის დოკუმენტი სრულად შედგენილი, გამომდინარე იქიდან, რომ ხელმოწერა, რომელიც ფიქსირდება დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ირაკლი ოქრუაშვილს იბარებდნენ წულუკიანი საგამოძიებო კომისიაზე, არის სამართალს მოკლებული, გამომდინარე იქიდან, რომ მასზე არსებობს მხოლოდ წულუკიანის ხელმოწერა, არადა მთელი კომისიის შემადგენლობის ხელმოწერა უნდა არსებობდეს დოკუმენტზე, რომლის საფუძველზეც ყოფილ ძალოვანს იბარებდნენ გამოკითხვაზე პარლამენტში. რაც შეეხება ახლეთქონიზიების გასაჩივრებას, რა თქმა უნდა, ვასაჩივრებთ. ხვალ დილით უკვე შევიტანთ, ხვალ შუადღემდე დრო გვაქვს. ახლა რო გითხრათ, დიდი იმედი მაქვს მეთქი, რაც პრაქტიკაში ხდება, ვთქვათ, რამე შეცვლის აპელაცია არა. სამართლებრივად გვაქვს ასეთი არგუმენტი. პირის დაბარება ხდება ამ კომისიის რეგლამენტით, კომისიის გადაწყვეტილებით, რომელსაც თავმჯდომარე და კომისიის მდივანი უნდა აწერდნენ ხელს. ასეთი გადაწყვეტილება ეს ადმინისტრაციული აქტია, რომლის გასაჩივრებაც შეიძლება სასამართლომ გააუქმოს და უკვე ვალდებულება აღარ ქონოდა იქ მისვლისა, ასეთი დოკუმენტი, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, თავმჯდომარემ კი არ უნდა მოაწეროს ხელი და თავმჯდომარემ გადაწყვეტოს კომისიის გადაწყვეტილება, საქმეში არდევს, წულუკიანის ხელმოწერის გარდა სხვა დოკუმენტი არ აქვს. სამართლებრივად მე დანარჩენი ყველაფერი ამაზე არის აწყობილი, ხო? ეს არის ჩვენი არგუმენტი. წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო, ჯარიმის გირაოს არ გადახდის გამო, ირაკლი ოქრუაშვილის ციხეში გაშვება ეს არის პრეცედენტული გადაწყვეტილება, ასე აფასებენ ხელისუფლების ოპონენტები გუშინდელ გადაწყვეტილებას და ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ივანიშვილის რეჟიმი დევნის მის ოპონენტებს და პირველი მსხვერპლი ეს იყო ირაკლი ოქრუაშვილი, იგივე ბედის გაზიარება ელით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ვარაუდით იმ პირებსაც, იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, იმ ოპოზიციის ლიდერებს, რომლებსაც ასევე ედავება წულუკიანი კომისიაზე არ გამოცხადებას, რომლებსაც გირაო აქვს შეფარდებული და არაპირებენ ამ გირაოს გადახდას. ასეთია ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ, ის მტკიცედ დგას მის პოზიციაზე პირველივე დღიდან და ამბობს, რომ ჯარი მას არ გადაიხდის და აქვს მასაც იგივე მოლოდინი, რომ 22 მაისს, როდესაც მის საქმეზე უნდა იმსჯელოს სასამართლო, მასაც ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად რეჟიმი გაუშვებს ციხეში. პირველი ვინც საჯარო თქვი, რომ არანაირ გადახდას არ აპირებდა, არ არის არასდროს რომ მაგათ ფული მიუტანო. ნებისმიერი მონაწილეობა ფარში და ტყუილში და კლოუნადაში შემიძლია არის პრინციპული საკითხი, რომ მას გამოვიცხო. და ჩემი პოზიცია თავიდანვე იყო ეგ. რას იზამენ არ ვიცი, პრეცედენტი დადეს, რომ მაგის გამო ადამიანი ჩასვეს ციხეში, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც ჩემს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო. უშვებ იმას, რომ ეს ჩვენს დასაშინებლად გააკეთეს და იგივე არ ხნან, თუმცა ალბათობა იმისა, რომ დაგვაკავონ ჩვენ ეს ალბათ საკმაოდ მაღალი. რადგან ის დააკავეს, ამიტომ ეხლა რაღაცა ჩვენ გავიქცეთ და ფული მივიტანოთ. არ მგონია რომ ექსტორი გზა იყოს, მე პირადად მაგის გაკეთებას არ ვაპირებ. ხაზარაძის და ჯაფარიძის საქმეშიც ხო მიუხედავად იმისა, როგორი იქნება გირაოს საკითხი სხვა პოლიტიკოსებთან მიმართებაში, გადაწყდება ისე, როგორც უბრძანებენ მოსკოვიდან ივანიშვილს და ეს დიდი ალბათობით შეიძლება იყოს პატიმრობა. ოქრუაშვილის დაპატიმრება არის ერთ-ერთი მაგალითი ალბათ იმისა, რომ შეიძლება რეჟიმმა უკან არ დაიხიოს და ყველა პოლიტიკოსს მიუხედავად იმისა, გირაოს გადაიხდიან თუ არა, შეიძლება დაემუქროთ პატიმრობა.
ნიკა გვარამია, ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ესენი არიან ის პოლიტიკოსები, რომლებსაც თია წულუკიანი მის კომისიაზე არ გამოცხადებას ედავება. ყველა მათგანს 50 და 20,000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ყველა მათგანი აცხადებს, რომ გადახდას არ აპირებენ არალეგიტიმური ხელისუფლების პარლამენტის წარმომადგენლებს. ისინი არ ემორჩილებიან, მათი პოზიცია გაცხადებული იყო თავიდანვე, რომ არ მივიდოდნენ კომისიაზე, თუმცა მიუხედავად ამისა, საგამოძიებო უწყება მათ წინააღმდეგ საქმეები მაინც აღძრა. ყველა მათგანი ახლა რეჟიმისგან ელოდება გადაწყვეტილებას და ნაწილს ყოველ შემთხვევაში აქვს მოლოდინი იმისა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის ბედს გაიზიარებენ, ვინაიდან ივანიშვილის რეჟიმს დავალებული აქვს, რომ სამაგალითოდ დასაჯოს ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვინც მათ შეეწინააღმდეგება.